კოლეგებო, მე ბოდიში მოგიხდით ბოლომდე ვერ მივადევნე თვალყური, იმიტომ რომ ბათუმში მიმდინარე პროცესს უსმენდი, ასე ვთქვა და არ ვიცი რა გულმა უნდა გაგიძლოს ირაკლი კობახიძეს მტყვანის პოზიციიდან ეკამათო კონსტიტუციაზე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ამასაც არ ხერხებენ პრეზიდენტის წარმომადგენლები, მაგრამ აქეთ რომ გადმოვიდეთ ამ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, თურმე რამხელა იმედებს ამყარებენ რევოლუციის მოსურნენი კარვებზე. ანუ ჯერ ხო კარვების პროექტად მონათლეს, როცა კონსტრუქციაში მილიონი სხვა რამ შეიძლება იგულისხმებოდეს და თურმე ამ თავიანთ კარვებზე რამხელა იმედებს ამყარებენ და ეს კარვები რასთან არის დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, რომელიც პრაქტიკულად დადასტურდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჩანაწერები კანვასის წარმომადგენლების მიერ ტრენინგების ჩატარების თაობაზე. უკვე ნათელი ხდება ყველაფერი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არ მგონია ზედმეტად უხეში გამოთქმა იყოს ეს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. ვინც ესე გააფრთხებით იცავს ეგრეთ წოდებულ კარვების თუ რაღაც სხვა კონსტრუქციების კანონპროექტს თან იტყუება იმის შესახებ რომ კარვები და სხვა ასეთი კონსტრუქციები იგრძალება, იმიტომ რომ სპეციალური დათქმების შემთხვევაში იქნება დემონტაჟის საშუალება. ვიმეორებ, სპეციალური დათქმების შემთხვევაში საფრთხეებიდან, რისკებიდან და ასე შემდეგ გამომდინარე კონკრეტული რისკები უნდა იყოს, რომლის მტკიცების ტვირთით რა თქმა უნდა სახელმწიფო და მის წარმომადგენლებს თქვათ პოლიციელს აქვს. ანუ ტყუილია რომ იგრძალება და ეს ტყუილი არ უნდა გაუტარო და არ უნდა ვათქმევინო და არ უნდა მოვატყუებიოთ საზოგადოება. უფრო მეტი ტყუილი და სპეკულაციურია ისევე როგორც საუკუნის αφიორა რუსულ კანონად წოდება, იმიტომ რომ αφიორა საუკუნის ორჯერ ვერ იქნება, საუკუნის ორი αφიორა, ესეთი მე მგონი მაინც არ გაგიგიათ, ხო? საუკუნის αφიორა არის ერთი და ერთხელ მოატყუეს საზოგადოების ნაწილი სამწუხაროდ და ეხა მეორედ იგივე სისულელეს ვეღარ გააკეთებენ და იგივე სიგიჟეს, რაც ჩვენ ახალგაზრდებს კადრეს. და მესამე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ამ გააფრთხებული დაცვით კანონპროექტისა მტკიცდება რომ ისინი დიახ უერთდებიან გეგმას, რომლის მიხედვითაც ვიღაცებს შეიძლება უშუალოდ გამოსვლელებს არა, მაგრამ უერთდებიან გეგმას სურთ, რომ კარვებში განხორციელდეს ის, რაც გამოაქვეყნა გაამჟღავნა წინასწარ სუსმა, რომ მოხდეს ადამიანების აფეთქება და სიკვდილით რაღაცა ბენეფიტები პოლიტიკური მოიპოვონ. აი უკაცრავად ასეთი უხეში გამოთქმისათვის, მაგრამ როდესაც ამ კანონს იცავთ, ცოტა წინ გაიხედეთ, რა აქვს დაგეგმილი თქვენს, არ ვიცი, დავალების მიმცემებს თუ თანამზრახველებს და მერე დაიცავით ასე გააფრთხებულით ეს კანონი. მაგრამ მეორეა, შესრულდა, ასრულდა, ახდა, როგორც უნდა დავარქვათ, ნახევარ იმისა, რაც გამოაქვეყნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ეს მტკიცებულებების დონეზე ვნახეთ და მეორე ნახევარს რა თქმა უნდა ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, იმიტომ რომ შედგა ქართული სახელმწიფო და აქვს საბედნიეროდ იმის ძალა, რომ ძალადობა თან ტყუილზე დაფუძნებული არ დაუშვას ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა.